მოგესალმებით, მე გახლავართ ლაშა კოტორაშვილი და ჩვენ სამტრედიის ამბები ვიწყებთ ახალ მრავალმხრივ საინტერესო რუბრიკას. სახელწოდებით სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ ადამიანების საინტერესო ისტორიებით, გამოცდილებით, მიღწევებით. რუბრიკის ფარგლებში რეგულარულად ჩავწერთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: კულტურის, სპორტის, განათლების, ბიზნესის, ხელოვნების თუ საზოგადოების აქტიური, საპატიო გამორჩეულ წევრებს. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ პროფესიულ და პირად გამოცდილებას. გადაცემებში გაიჟღერებს ბევრი საინტერესო თემა, ემოციური გამოცდილება, გულწრფელი საუბრები. სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი არ იქნება მხოლოდ რუბრიკა და ინტერვიუ. ეს იქნება დიალოგი ადამიანებს შორის, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის, თანამედროვეობას შორის, გამოცდილებასა და მომავლის იმედებს შორის. და ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარია ჟუკიანა ფუფხაძე. პროექტში მადლობას გიხდით, დრო რომ გამონახეთ. დაგვთანხმდით ჩვენს ახალ წამოწყებას, ამოყევით ახალ იდეას და პირველ რიგში გთხოვთ გაგვაცნოთ საკუთარი თავი, ვინ არის ჟუკიანა ფუფხაძე როგორც პიროვნება და პროფესიონალი. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას თქვენ გადაგიხდით. ჩემთვის დიდი პატივია რომ ვიყო თქვენი გადაცემის პირველი სტუმარი. მადლობა თქვენს შემოქმედებით ჯგუფს, გისურვებთ წარმატებას და მჯერა რომ უამრავ წარმატებას მიაღწევთ. მადლობთ. მიზანდასახულობა ბევრს ნიშნავს. ახლა გაგეცნობით. მე ვარ ჟუკიანა ფუფხაძე, ვფიქრობ რომ ვარ ძალიან თავმდაბალი. ვერ ვიტყვი რამდენად პროფესიონალი ვარ, თუმცა გარკვეული ამბიციები მაქვს, რომ ჩემს საქმიანობაში ვარ პროფესიონალი. გამოვირჩევი, როგორც გითხარით, თავმდაბლობით, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და ვფიქრობ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში არასდროს არ არის და ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაც სიახლე შემოვიტანო არათუ ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში, ზოგადად ინტერესი გავუჩინო სხვებსაც. მადლობთ. თქვენ დაარსეთ ორგანიზაცია განვითარება და წინსვლა. როდის და როგორ გაჩნდა ამ იდეის განხორციელების мотиваცია და რა არის ორგანიზაციის მთავარი მიზანი? საინტერესოა ზოგადად როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი დაიწყო 2021 წელს პროექტით გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული. სადაც ჩემმა თანამოაზრეებმა ლაშა კოტორაშვილმა და გიორგი კუტალაძემ გამიწიეს დიდი დახმარება, ასრულებდნენ ოპერატორების როლს და თან ერთად უმსჯელობდით რა და როგორ გაგვეკეთებია. ამას მოყვა დოკუმენტური ფილმი სოფელ ღანირზე. ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ. ფილმის გადაღების შემდეგ კიდევ გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებია ცნობილ ადამიანებზე ვიდეორგოლები და სწორედ აი ამ ვიდეორგოლებზე და ფილმზე მუშაობის პროცესში გაჩნდა იდეა, რომ მოდი გქონდეს ორგანიზაცია და სამივე წავედით იუსტიციის სახლში, შევიტანეთ განაცხადი და რა თქმა უნდა ჩვენი განაცხადი დადასტურდა. შესაბამისად, შემდეგ უკვე დავიწყეთ მსჯელობა იმაზე, რომ როგორ გაგვეხადა ეს ორგანიზაცია, ისეთი რომ აი ბევრი პროექტი ყოფილიყო და პარალელურად მიმდინარეობს ეს პროექტები. ღანირით არ დამთავრებულა დოკუმენტური ფილმის გადაღება, ეხლა ვიღებთ მთის ძირზე და უკვე მთავრდება და ამის შემდეგ დაგეგმილი გვაქვს ოტომანიერში გადავალ და შესაბამისად აი ამ ნელ-ნელა გაჩნდა ჩვენში ეს აზრი, რომ ორგანიზაცია ყოფილიყო, ამ ორგანიზაციის დაფუძნებას მოყვა ახალი პროექტი წიგნიერება და მიზანი არის ცნობიერების ამაღლება, ანალიზის უნარი, რომ ჩამოუყალიბდეს ახალგაზრდებს. ძალიან საინტერესო. გარდა საზოგადოებრივი საქმიანობისა, რომელიც ასე აქტიურად ხართ ჩართული. გვაინტერესებს ამავდროულად გვაქვს ინფორმაცია, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ხართ ჩართული, ბრძანდებით რეპეტიტორი, ამზადებთ ბავშვებს საგამოცდოდ და ისედაც როგორია თქვენი დამოკიდებულება განათლების პროცესისადმი და რას ნიშნავს თქვენთვის ბავშვები, რა როლს ასრულებს ცხოვრებაში ბავშვები? მოდი დავიწყებ იმით, რომ ჰაერივით საჭიროა ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა. ყველაზე ბედნიერად თავს მაშინ გრძნობ, როცა მათთან ცოდნას გავცემ და აღნიშნავ იმასაც, რომ ეს არ არის მატერიალური კუთხით ჩემთვის. ჩემთვის ბავშვი არის პიროვნება, ადამიანი, რომელთანაც მეგობრობ. ჩემი ამოსავალი წერტილი მოსწავლეებთან ურთიერთობაში არის მეგობრობა. და ყოველთვის
ჩემთვის დევიზი არის პლუტარქეს სიტყვები, მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა ავსო, მოსწავლე ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო. და ყოველთვის ვცდილობ, რომ მოსწავლეში ავანთო ეს ჩირაღდანი რამდენად გამომდის, ეგ უკვე ცალკე საქმეა, თუმცა მე ყოველთვის ვცდილობ. განათლების სისტემას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან რთული მდგომარეობა იმ მხრივ, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თითქოს გადებული ხიდი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. გამომდინარე აქედან არსებობს რაღაც ისეთი დამოკიდებულება უკვე, რომ სასწავლო პროცესი უნდა იყოს, მე მგონია, უფრო ჰარმონიული, იმიტომ რომ სკოლა ცოდნის სახლია. და შესაბამისად ვისურვებდი, რომ რაღაც დონეზე ეს დაალაგებულიყო. ვფიქრობ იმასაც, რომ შეიძლება ეს გამოწვეულია იქედან, რომ ჩემი მეორე სპეციალობა ფსიქოლოგიაა და ვამბობ იმას, რომ შეიძლება ფსიქოლოგიის არ ცოდნა. ყველაფერს ვაბრალებთ ხოლმე იმას, რომ ეს ამ რეჟიმის ბრალია, იმის ბრალია. ძალიან კარგად მახსოვს ოტია იოსელიანის სიტყვები. ოტია იოსელიანმა ერთხელ მითხრა, რომ თუ გინახავსო მულტფილმი მაუგლიო. კი როგორ არ მინახავს თქო მეუთხარი. რა შთაბეჭდილება დაგჩაო. მეუთხარი რა უნდა დამჩენოდა შთაბეჭდილება. ბავშვი რა გარემოშიც იზრდება, იმ გარემოს ემსგავსებაო. შესაბამისად ჩვენ თუ გვინდა რომ მივიღოთ კარგი თაობა, ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მათ შეუქმნათ კარგი გარემო. ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან აუცილებელია ის რომ მასწავლებელს დაემსგავსოს მოსწავლე და მასწავლებელი ყველა კუთხით უნდა იყოს მაგალითი. ძალიან უმეგობრობ წიგნებთან, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მათემატიკოსი ვარ, ვერ ვიტყვი რომ სუსტად ვარ ლიტერატურაში ან მსოფლიო მწერლობაში, ეს გამომდინარე იქედან, რომ მე უნდა შემეძლოს მოსწავლისთვის ნიმუშის მაგალითის მიცემა, რომ მერე ჩემს კვალს გამოყვეს. ბავშვებთან ასეთი კარგი დამოკიდებულების შესაბამისად, ასეთი კითხვა მაქვს გარდა სპეციალობისა. თქვენ ასწავლეთ მათემატიკას, მაგრამ აი ამ ჩარჩოების იქით. რა გზავნილს უტოვებთ ყველაზე ხშირად მოსწავლეებს? ძალიან საინტერესო კითხვა. მოსწავლეებს თუ საერთოდ მოსწავლე მარტო მათემატიკა ისწავლა ჩემგან, მაშინ ჩავთვლი რომ მათემატიკოსად კი არა, საერთოდ მასწავლებლად არ ვარ. იმიტომ რომ მოსწავლემ გარდა მათემატიკისა ჩემგან უნდა ისწავლოს პირველ რიგში ადამიანობა, მეგობრობა. უნდა ისწავლოს თავდაჭერილობას და თავმდაბლობაც, უნდა იცოდეს ლოგიკური ზღვარი, სად გადის ურთიერთობებში ზღვარი და რამდენად არის მასზე დამოკიდებული, სად გაივლის ეს ზღვარი. ამას სხვა ვერასდროს ვერ დაგიდგეს, ეს ინდივიდუალურად უნდა დაადგინოს და ვცდილობ რომ ვასწავლო, სად გაავლონ ზღვარი. ძალიან საინტერესო და ნამდვილად საჭირო ასეთი მასწავლებლები ჩვენს ქვეყანაში. კარგით, წეღანდელი კითხვა იყო ორგანიზაციასთან დაკავშირებით და თქვენ ახსენეთ პროექტი წიგნიერება. უფრო ცლად რო გითხრათ, რას მოიცავს, რა მიზანი აქვს, რას ესწრაფვის? წიგნიერება არის ის პროექტი, რომელიც გაუზრდის ადამიანებს, არა მარტო ბავშვებს, გაუზრდის ადამიანებს თვალსაწიერს, აზროვნების არეალს, ისწავლიან მსჯელობის, აზროვნების უნარს და ანალიზის უნარს, რაც ყველაზე მთავარია. დღეს დამეთანხმებით, რომ უფრო მეტი არის მზა ინფორმაცია, თუნდაც სოციალურ ქსელში, წიგნს და ადამიანს შორის თითქოს რაღაც კავშირი ცოტა შემცირდა, ცოტა კი არა, მე მგონია საგრძნობლად შემცირდა. სწორედ აი ამას ვეწინააღმდეგებით, რომ წიგნი არა მარტო უღალატო მეგობარია, არის ძალიან სწორი მრჩეველი. და რასაც კიდევ ეს წიგნიერება მოიცავს, არის ის, რომ აი ფილმსა და ნაწარმოებს შორის სხვაობა, რა სხვაობაა და რამდენად ემთხვევა ხოლმე თუნდაც რაიმე სიუჟეტი ნაწარმოებს. აი ამის სხვაობასაც განვიხილავთ ხოლმე, ვიხილავთ კონკრეტულ ფრაზებს და ვცდილობთ რომ დავაინტერესოთ წიგნით. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არა მარტო წიგნით დაინტერესება, ეხლა გვაქვს მაგალითად შეხვედრები ორატორობის ხელოვნებაზე. შესაბამისად ძალიან მრავალმხრივია და ვფიქრობ, რომ ეს დატოვებს აუცილებლად რაღაც თავის კვალს ამ მოზარდების და არა მარტო მოზარდების აზროვნებაში. ჯერა და აუცილებელია რომ კვალი დატოვოს და ვინაიდან ციფრული ეპოქა ახსენეთ და მზა ინფორმაციები. მაინტერესებს რამდენად არიან ბავშვები დაინტერესებულები და რამდენად ახერხებენ მსჯელობას და აზროვნებას.
სიმართლე გითხრათ, თავიდან როცა დავიწყეთ, ვფიქრობდი, რომ იყო საქმე ძალიან რთულად. თუმცა მარტივად მოგვიყვე და ნელ-ნელა იხვეწებიან. და ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩვენ შეზღუდული გვაქვს და ახალი წევრები არ გვემატებიან. რა თქმა უნდა, ახალი წევრებიც გვემატებიან, ძველები გამოცდილებას უზიარებენ და შესაბამისად ინტელექტის ამაღლება უკვე იწვევს იმას, რომ კარგი მოსაუბრე, კარგი მოდებატე და კარგი მოაზროვნე ყალიბდება ადამიანი. წარმატებას უსურვებთ პროექტს, ორგანიზაციას და იქ ჩართულ ყველა პირს. კარგით, მოდით ცოტა უფრო პირად სივრცეში გადავინაცვლოთ. მოგვიყვებით თქვენს ოჯახზე, როგორი როლი აქვს ოჯახს თქვენს ცხოვრებაში და საქმიანობაში? ჩემთვის ოჯახს აქვს ყველაზე დიდი როლი და ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ არ დაუბადებულიყავით ამას ფუნქციისშვილად ვერ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც დღეს ვარ და რატომ ვაკეთებ ამ აქციას. მამამ იცოდა მარტო ერთი პოეტის 80 ლექსი. და პოეზიის მეფეზე უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი, მისი რამდენი ლექსი იცოდა ძალიან კარგად პროზაც და გავიზარდე როგორ გარემოში, იცით? ჩვენთან ოჯახში ყოველთვის იყო სტუმრები და ისეთი ინტელექტუალი სტუმრები იყვნენ, არ ვიცი როგორ ხდებოდა ეს, რომ ჩვენთან ოჯახში სულ მიდიოდა მსჯელობა თამარის მეფობის ეპოქაზე, გიორგი პირველის მეფობის ეპოქაზე, იხსენებდნენ ისტორიებს, განიხილავდნენ ნაწარმოებებს და აი ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩემზე. და მამა 2019 წელს გარდაიცვალა და სანამდე გარდაიცვლებოდა, მე ვუთხარი ასეთი რამ, რომ ღმერთმა დიდხანს გამყოფოს, თქო, იცოდე რომ მე ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ შენი სახელი არასოდეს არ წაიშალოს, თქო. და ზუსტად მამის ხსოვნას მივუძღვენი პროექტი გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული და ყველა საქმიანობას მამასთან ვაკავშირებ. იმიტომ რომ მან ბევრი ჩადო ჩემში. ამჟამად ვცხოვრობ დედასთან და ორ შვილთან ერთად. დედა არის ის, ვინც არის ჩემთვის საუკეთესო მხარდამჭერი, იმიტომ რომ ცდილობს ყველანაირად რომ ხელი შემიწყოს ამ ყველაფერში. ჩემი შვილებიც ხელს მიწყობენ, ისინი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა ღანირის დოკუმენტური ფილმის გადაღების და მთისძირის უამრავი კადრია მათი გადაღებული. ვცდილობთ ყველა რომ ერთი მიმართულებით ვიაროთ ხელჩაკიდებულებმა და ვცდილობთ რომ ერთმანეთს მაქსიმალურად გავუწიოთ ანგარიში. და ვფიქრობ რომ ოჯახი ახდენს უდიდეს გავლენას ადამიანის ცხოვრებაში. მე ძალიან ხშირად ჩემს სანაცნობოში ვამბობ რომ მამა რო გარდაიცვალა, მე მეგობარი, დედმამიშვილი, ყველაფერი ერთად დავკარგე. მე დედმამიშვილი არ მყავს და შესაბამისად მამა იყო ჩემთვის ყველაფერი და ალბათ იმ სიმძიმემ რამდენადაც დამამძიმა, ვფიქრობ რომ აი ამ სიმძიმიდან გამოვდივარ ნელ-ნელა, იმიტომ რომ მამისთვის რაღაცას ვაკეთებ. ძალიან საინტერესო, ვფიქრობ, ნათელი მაგალითი ხართ იმისა, თუ შვილი როგორ უნდა აფასებდეს მშობელს და შვილებს როგორ ვთავთ იმ საქმიანობაში, რასაც ეწევით და ვფიქრობ განავითარებთ. ერთსაც დავამატებ, გენდე ჩვენთან ოჯახში არ არსებობს მე ვთქვი და მორჩა. ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ. ნებისმიერ ახალ იდეას ან რაიმე თუ კი გვაქვს სასაუბრო ოჯახს ვიკრიბებით ერთად, ვმსჯელობთ, ვფიქრობთ და ვითვალისწინებთ ბავშვების აზრსაც. ძალიან დასაფასებელია და აღზრდის სწორი მეთოდია მე რომ მკითხოთ. დავინახეთ თქვენში თანამდებობა და დასაწყისშივე თქვით რომ არ ვთვლი თავს, თუმცა მე მაინც ასეთი კითხვა მაქვს და ასეთ ფორმულებას მივცემ ამ თქვენი მრავალმხრივი წარმატების ფონზე. საინტერესო, აი როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი პირადი წარმატების ფორმულა და ადამიანებს აი რას ურჩევდით? რა არის წარმატებისთვის საჭირო? ყველაზე მთავარი რაც არის წარმატებისთვის საჭირო, ეს არის ის, რომ არ გათვალო რაიმე მატერიებზე. ყოველთვის გქონდეს ინდივიდუალიზმი. მიმბაძველობა სჯობია, რომ რაღაც საკუთარი გქონდეს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის წარმატებისთვის, რომ შეინარჩუნო ადამიანობა. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ, რომ აი რაც ვთქვი, რომ მოსწავლეებს ვცდილობ ვასწავლოს ზღვარის გავლება, მე ადამიანებთან ურთიერთობაში პირადად ვავლებ ზღვარს, ყოველთვის ვავლებ ზღვარს, ვიცი რა საზღვარს არ უნდა გადავწდე. შესაბამისად, ნაკლებად გამოვირჩევი, ვინც ადამიანებს ლანძღავს, ერჩის. ვფიქრობ, რომ ძალიან ჰუმანური ვარ ხოლმე და ჩემს
ჩემთან ერთად მომუშავე ხალხთან ხანდახან მომდის ხოლმე კამათი, რომ ზედმეტად მიმტევებელი ხარ. არა, უბრალოდ მე ჩემი საქმე მაქვს და მე ჩემს გზაზე უნდა ვიარო. შესაბამისად, თუ ვინმე არის, ვისაც უნდა ანალოგიურის დაუშვათ გაკეთება, ვცდილობ პირიქით დავეხმარო. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს კარგ საქმეს, უკეთესი, ანუ ნაკლებად განვიცდი ხოლმე კონკურენციის გრძნობა ნაკლებად მაქვს ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის ადამიანებმა ისწავლონ გვერდი დგომა და ერთმანეთის მხარდამხარ სიარული. იმისთვის, რომ მე ვიყო წარმატებული, არ არის აუცილებელი ვიღაც უკან დავხიო. შეიძლება რომ მე ავუჩქარო ფეხს და ვცდილობ, რომ თუ ვაღწევ წარმატებას, ვცდილობ, რომ მე ავუჩქარო ფეხს და არა ვიღაცის უკან დახევით ვისარგებლო. მიმბაძველობა ახსენეთ წერა და ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ადამიანის განვითარების პროცესში მიმბაძველობის პატარა ნაწილი ყოველთვის არის, განსაკუთრებით მოზარდობისას და განვითარებისას. აი რა ასაკში და რა მომენტში მიხვდით იმ წერტილს, ან მიაგენთ იმ წერტილს, რომ მიმბაძველობა არ არის წარმატების გასაღები? ძალიან ხშირად ვკითხულობდი ლიტერატურას. ძალიან ხშირად. და ჩემთან სახლში უამრავი წიგნია, ვცდილობდი რომ ბევრი წამეკითხა და ერთხელ ვკითხულობდი ვახტანგ ჯავახაძის უცნობს. გალაქტიონის შესახებ და გალაქტიონ ტაბლიძის ძალიან საინტერესო ფრაზა ამოვიკითხე, რომელიც ვახტანგ ჯავახაძისთვის უთქვამს, რომ ედგარ პო არის ჩემი მასწავლებელი. შესაბამისად უცნობის წაკითხვის შემდეგ დავიწყე ედგარ პოს წაკითხვა. ედგარ პოსგან რაც ვისწავლე, მნიშვნელოვანი ეს არის ის, რომ უნდა ვიცოდეთ რა დოზით უნდა მივბაძოთ. და არა ის, რომ მე სრულად მივბაძო. შეიძლება რაღაც გარკვეულ დონეზე მივბაძო, თუმცა რა თქმა უნდა, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ზუსტად გადმოიტანო ანალოგი. ამას მოყვა მე უკვე ფილოსოფოსების ნააზრევების წაკითხვა დაინტერესება, ჩემი სამაგიდო წიგნი იყო სიბრძნის სიმფონია. სხვათა შორის ბევრი რამ შევისწავლე, თუნდაც ლაოძის, სოკრატეს, ჰიპოკრატეს, თეატეტის გამონათქვამებიდან, ნააზრევებიდან და მივხვდი, აი მაშინ მივხვდი სკოლის ასაკში, რომ არ არის აუცილებელი სრულად გადმოიტანო, ვისაც ბაძავ, იმისი ანალოგი გააკეთო. და რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლოს ეს პატარა კუთხე, სამტრედი? სამტრედია ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ყოველთვის ვამბობდი, რომ რისი სურვილიც მაქვს, ეს არის ვიცხოვრო სამტრედიაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, მიუხედავად სამტრედიის პატარა ისტორიისა, უამრავი წარმატებული ადამიანი ყოლია სამტრედიას. და ვფიქრობ, რომ არ ჩამორჩება სხვა ქალაქებს და სხვა რეგიონებს, თუნდაც იმითი, რომ წარმატებული ადამიანების რაოდენობა. აი ზუსტად სამტრედიის სიყვარული გახდა ინსპირაცია იმის, რომ დამეწყო დოკუმენტური ფილმების გადაღება. ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე უამრავმა ადგილმა შეიცვალა იერსახე და ვახსენე კიდეც, რომ ყავდა მამა, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, რომ აი აქ ეს შენობა იდგა, აი იქ ის იყო და ეს მამა ხსოვდებოდა და დღესაც ხანდახან მამაზე უფროსი ადამიანები მეკითხებიან, რომ ხომ არ იცი იქ რა იყო და დედა ბრაზდება ხოლმე ამას ეიდამიცის. მაგრამ რა არის, იცით? აი ეგაა მთავარი, რომ აი ის რომ რაღაც იყო და დაიკარგა. მარტო მეფეებზე არ იყო საქართველოს ისტორია და დედოფლებზე და დიდგვაროვნებზე. უბრალო ადამიანებიც ქმნიდნენ და აი არ გვინდა რომ ეს დაიკარგოს. ნამდვილად. და აი ეს სამტრედია მიბიძგა ზუსტად. და ბოლოს რა არის თქვენი სიტყვა ანგზავნილი ჩვენი მაყურებლისთვის? ჩემი გზავნილი არის ის, რომ იპოვონ თავიანთი თავი. ყოველთვის შეიცადონ, რომ იპოვონ თავიანთი თავი, არასდროს არ უნდა გაუსწროს ადამიანების აზროვნებას ამბიცია. უნდა მონახონ აუცილებლად ბალანსი და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად შური, ბოღმა და ასე შემდეგ არ არის ადამიანებთან საურთიერთობოდ იდეალური რა. პირიქით ჯობია, მეტად კომუნიკაბელურები იყვნენ, ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული სხვისი მინუსებით.
და ვფიქრობ, რომ უფრო პოზიტიური იქნება ცხოვრება, როცა ადამიანებში ეძებ უფრო დადებით მხარეს, ვიდრე უარყოფით მხარეს. მეტად ფილოსოფიური საკითხია, თუმცა მაინც მოკლედ რო შევეხოთ. გზამკვლევი რო დაუტოვოთ თქვენი გამოცდილება, იპოვონ საკუთარი თავი. რა გზამკვლევს უტოვებთ, როგორ იპოვონ საკუთარი თავი? საკუთარი თავის პოვნა ნიშნავს ვის რა შესაძლებლობა აქვს. ახლა მსოფლიო რეკორდი რო არის 8 მეტრზე ხტომაში ნახტომი 100 მეტრზე და 100 მეტრზე ვერ გადახდებიან. ამიტომ შესაძლებლობები უნდა ნახონ, რომ რა არის ის, რაც მათ მოწონთ. ვერ ვიტყვი იმას, რომ რისი ნიჭი აქვს, იმიტომ რომ ნიჭი შეიძლება ყველაფრის კონდეს. ადამიანს უბრალოდ გააჩნია ნასრისი სურვილი აქვს. სურვილი და ნიჭი უნდა იყოს თანხვედრაში. მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. ვფიქრობ, ბევრი რამ გამიხილეთ საინტერესოდ და გონებთ მაყურებელთვისაც საინტერესო იქნება და მოეწონათ. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო შუკიანა ფოფხაძე. მადლობას ვუხდით კაფე ბარ სამ ტერასას, რომელმაც გაგვიწია მასპინძლობა და აქვე შეგახსენებთ სამ ტერასა მდებარეობს სამტრედიაში რესპუბლიკის ქუჩას. მომავალ შეხვედრამდე.